აი მოზარდებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პატივისცემის საზღვარს ოთახში დაუკაკუნებლად რო არ შეხვიდე. მაგას უშვები ჩემი შურების ოთახებში და მე თვითონ მომწონს და ისინიც მაგას აკეთებენ და ეგ ძალიან მომწონს რა. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ პირადი სივრცის უსაფრთხო პირადი სივრცე უნდა გქონდეს. ისევე როგორც მაგალითად მორალის კითხვა, აგრესიულობის ელემენტები შენიშნეთ, მორალის კითხვა და კეთილთან მიმწყდება არაფრით არ გამოდის, მაგრამ რა შეგიძლიათ ნახოთ, ვინ შემოვიდა მის სოციუმში, ხომ არ არიან ეს ადამიანები მასზე უფროსები, რომელიც შეიძლება მოსწონს, მაგრამ ცოტა სივრციდან ამოვარდნილია. ნახეთ, მოზარდობის ასაკის კრიზისი, ასე ქვია ხო, პუბერტას კრიზისი, ღმერთმა არქნას რომ ვერ გადავლახოთ. აუცილებლად, იმიტომ რომ თუ ვერ გადავლახეთ, ესე იგი ზრდასრული ვეღარ ხვდებით. და ამ კრიზისში კიდევ არის ჩემი შესაძლებლობების, ჩემს სურვილებთან შეუსაბამობის პრობლემა. მე მინდა ვიყო 15 წლის ასაკში წარმატებულიც, ყველასთვის პოპულარულიც, მინდა ვიყო ამავე დროს შვილიც მინდა ვიყო მოსაფერებელიც, მაგრამ ამავე დროს მაჩოც მინდა ვიყო და არ არის ერთდროულად ეს ყველაფერი. ამიტომ აიცით იდენტობის დარღვევები, იდენტობის აბნევა აი ამ პერიოდში ყველაზე ხშირია და ხშირად თავს შედიან ისეთ გარემოში, აი მაგალითად კრიმინალურ გარემოში, სადაც თავს აგრძნობინებენ, რომ აი ისინი ძალიან მნიშვნელოვანები არიან. ნარკოტიკებთან მიმართებაშიც ანალოგიურად ხდება, რომ აუ ძალიან მაგარია, cool. სანამ ჩვენ არ ვიტყვით, რომ კრიმინალი არის მაგალითად ის, რომ მომპარა რაღაცა, ესეც და ხაზინაც რომ მოიპარა ხაზინადაც ქურდი რო ქვია, ხაზინის ქურდი ქვია და არა კორუფცია, რაღაც ფრაზეოლოგიით რო ვნიღბავთ. აი ამას სანამ ღირებულებებში არ გადაუტანთ, მანამდე ძალიან რთული იქნება საუბარი განვითარებულ ზრდასრულ ერზედაც კი არა თუ ადამიანს.